საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. შალვა ნათელაშვილს ეკითხებიან კი, მაგრამ აბსოლუტურად ყველას რატომ იკითხავდა ასწორებ მიწასთან? რატომ და იმიტომ რომ ჩემთან მიმართებაში ყველა ტყუისო. იტყვის შალვა, თავის თეთრ ფრთებს დაიქნევს და ცაში არ ავარდება. იმედი უშვერი სიტყვებით ლანძღავს არაპოლიტიზირებულ ქართულ ბიზნესმენს. კი, მაგრამ რატო ლანძღავთ? რა ვიცი, მაინც ისე პროფილაქტიკის მიზნით. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. გაუჭირდა რა ჩემს მაღალს, უმალ ააშენა 32 სახლიანი ახალი უბანი ფოთში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები დაბინავდებიან. გაუჭირდა იმიტომ, რომ კარს არჩევნები, ხოლო ზღურბლზე ბიძინა ივანიშვილი მოადგა. მაღალმა მაღალი ტრიბუნიდან ისტორიაზე და დღევანდელობაზე ისაუბრა. თქვენ გახსოვთ მუხრა მაჭავარიანის ლექსი. ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-დან ალოდინეს და მე-14 კაცად მიიღეს. ერთი კვირის წინ დღევანდელი დროის ლუდოვიკო მე-14 ჩამოვიდა და თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოგვარდა და შემოგვფიცა მეგობრობა, ხარდაჭერა და თანადგომა. აი ეს არის განსხვავება დამონებულ წელში გატეხილ და გაუბედურებულ ქვეყანას შორის და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც აქ პერსპექტივა არასდროს ახსეახლო არ ყოფილვართ ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევასთან. აი ხედავთ, რაც სულხან საბამ ვერ გააკეთა, ის ჩემმა მაღალმა გააკეთა. განათვითონ ეწვია ლუი მე-14-ს, პირიქით საქართველოში ჩამოიყვანა დიდი ლუი სარკოზ 34 და ზევიდან ქვევით დახედა. ჩემო მაღალო, ჩემო სულხან. ეგ ბიძია ლუი სარკოზი, შენ რომ ხელს გარტნევს, ბოროტ პუტინს მისტრალებს აძლევს ლანგარით. არა, ეგ იქით იყოს და შენ რომ ობამას კარზე მე-15 კაცად გახარ და არც 215 კაცად არ გიშვებენ, ეგ არ არის იმ საქართველოს და ამ საქართველოს პარალელი. დიახ, ზუსტი პარალელი ეგ არის. ახლანდელი ობამა, მაშინდელი ლუი. აი, ახლანდელი მაღალი კი ნამდვილად არ არის მაშინდელი სულხანი და რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ახლა ობამას საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება სულ სხვა ინტერესები გაუჩნდეს. აი, მაგალითად შეიძლება პროვინციული წარმოშობის მდიდარი ბექგრაუნდის ადამიანებით დაინტერესდეს და არა კარგად ნაცადი და არ გამართლებული უკვე არსებული პოლიტიკური ფიგურები. ასე რომ, ჩემო მაღალო, არც სარკოზი იყო ლუი და არც შენ ხარ საბა. ორივე ბედკრული ჩვენი მეზობელი ქვეყნის შვილები ხარ. სხვათა შორის ჩემმა მაღალმა დევნილების თემაზე საკმაოდ ემოციურად ილაპარაკა. სანამ თითოეული თქვენგანი არის დევნილი, ყველა ქართველი პატრიოტი საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ ჩემი ჩათვლით. ყველა ქართველი ჩავს იგრძნობს დევნილად. მე ვარ დევნილი, მანამ სანამ ჩვენი მიწა არ დაბრუნებულა. მოდით გავერკვეთ რა არის დევნილობა. პირველი რაც ძალიან კარგად შეგვასწავლა თუ ამ და თუ იმ მთავრობამ არის ის, რომ ომის შედეგად დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ანუ დევნილები არიან და რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ხოლო მათთვის სახლების აშენება აუცილებელი პირობა. ეს გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს დევნილები, რომლებიც ვერ ყიდულობენ პროდუქტს, იმიტომ რომ ძვირია, მედიკამენტებს, საწვავს და ტანსაცმელს იგივე მიზეზით, იმიტომ რომ ძვირია. კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან, იმიტომ რომ ძვირია. მედიამათ აბოლებს, იმიტომ რომ არ იფიქრონ, რომ ეს ყველაფერი მართლა ძვირია. პოლიტიკოსები აბოლებენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათთვისაც ძვირია და ევროპა აბოლებს, იმიტომ რომ იცით ახლა რა აღმოვაჩინე. მეც დევნილი ვყოფილ. ხო, მეც და ჩემი 3 მილიონი თანამოქალაქე, იმიტომ რომ ჩვენს გვაბოლებენ და ჩვენს ბოლდებით. მოკლედ, ჩემო მაღალო, აი შენს გარდა ჩვენ ყველანი დევნილები ვართ, მაგრამ 2013 წლის არჩევნების შემდეგ ისეთი ხალხი რომ გახდეს დევნილი, რომ გაგვაოცოს კიდეც მათმა დევნილობამ და იძულებით გადაადგილებამ. ხო და რაო ჩემო მაღალო, ვისი ჭკუისა ხარო? თქვენ იცით რომ მე ყველაზე მეტად ჩვენი ბავშვები გვიყვარს, ყველაზე მეტად მათი ჭკუისა ვარ ალბათ მე თვითონ და იმიტომ და მათაც ლიანთ ესმით ჩემი, რომ მეც მიყვარს ფანტაზია, მეც მიყვარს რაღაცების ლამაზი დახატვა ოღონდ, მე ამას ვისრულებ. მეც მიყვარს რაღაცას წარმოდგენა და მე ეს ყველაფერი კეთდება. ჩემი ბუნცულა და საყვალელი მაღალი ვინ არის? რაო ჩემო მაღალო, რა ოცნებებს ისრულებ ხოლმე? უი, რა მხელა ფანტაზია გაქვს ჩემო პრეზიდენტო. ამ ჩემს მაღალ და ბავშვით მეოცნე პრეზიდენტს ძალიან დიდი ფანტაზია აღმოაჩნდა და ამ უშრეთ ოცნებებს მუდამ ისრულებს. დიახ, სწორად გაიგეთ ხო? ის ამ ოცნებებს ისრულებს.
მისი ბავშვობის ოცნება იყო, რომ გაიზრდებოდა პრეზიდენტი გამოსულიყო და გამოვიდა კიდეც. ოცნებობდა მეორე ვადით არჩევაზე და ესეც აისრულა. ოცნებობდა რუსეთის დაშლაზე და ტელეიმედი და რუსთავი 2 ამ ოცნებას უსრულებს. ოცნებობდა ლამას სახსა და ფუფუნებაზე, ესეც აისრულა. ოცნებობდა გავლენაზე და აისრულა. ოცნებობდა გაჭირებულ ქვეყანაში ცხოვრებას და ესეც აისრულა. მოკლედ ამ კაცმა ყველაფერი რაც ინატრა აისრულა, მაგრამ ბავშვი და პრეზიდენტი ახლა რისია თუ ოცნებები გამოელიათ. აი მაგალითად, ჩემი მაღალი ოცნებობს, რომ 2013 წელსაც მაღლობდეს და ქვეყნის დირექტორი იყოს. თუმცა მომიტევებთ მაღალ. ვადაგასული პროდუქტებით ნამდვილი დემოკრატია რომ ვერ გამოცხება, ახლა რა ვქნათ მაღალო, ჰა? ქართველი ერის არსებობისა და დანიშნულების გამართლება იცით? ევროპელების გაოცება, განცვიფრება, შეშფოთება და ძალიან აღშფოთება. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია, რომ ევროპელებსაც კი გაუჩნდეს სურვილი ინვესტიციების ჩადების საქართველოში. აი რას ნიშნავს, რომ ადამიანი საზოგადოებას არ იცნობდა და კარჩაკეტილად ცხოვრობდა. ჯერ არ გაუგია, რომ ასეთი დემოკრატია უკვე შექმნა ჩემმა მაღალმა და ევროპელებიც გაუცებულები ჩამოდიან და მე ინვესტიციებსაც დებენ. აი თუნდაც ჩემი ტელევიზია. ხო, ჩემი ტელევიზია ევროპულ ინვესტიციებზე დგას, სულ რეკლამიდან ფინანსდება. მაგრამ თქვენ თუ გნებავთ მეორედ, ადეგით და მეორედ გააოცეთ, არ არის პრობლემა. შემდეგ დაამშვიდეთ და თუ გნებავთ, აღაშფოთეთ. მაგათთვის სულ ერთია, ჩვენ მაინც ვკიდივართ. იკითხავთ ახლა, ხალხი რატომ ღელავს თუ ასეთი დემოკრატიაო? გეტყვით, ნორვეგია და ფინეთი კი გავაოცეთ, მაგრამ ეს დანიელები, კაცო, ძალიან უჟმური ხალხი გამოდგა, ხო? არაფერი არ უკვირთ, კაცო. ხო და ბიძინა ჩემო, როგორც თქვენ თქვით, 3 წელიწადში ხელისუფლების გადაბარებას აპირებთ და თქვენ იცით. ისეთი დემოკრატია შექმნით 3 წელიწადში, რომ ევროპელებმა თავში ხელები წამოიშინონ, აგერ 3 საუკუნეა ვაშენებ და 3 წელიწადში როგორ გვაჯობეს რა საოცარი ხალხია. მართლაც რაც მაგრები არიან, ეგენი არიანო. მე მჯერა Mercedes-ის და BMW-ის სათაო ოფისები ზესტაფონში გადმოვა, რადგან გერმანიაში ჩვენთან შედარებით სულ თამხუთავი ბიზნეს გარემო იქნება. მართალია ეს ჩემი მაღალი არ არის დემოკრატიის შუქურა, მაგრამ არც ქართველები არიან ბიძინა ჩემო ლიბერალიზმის ლამპარები. ამიტომ ორ რჩევას მოგცემდით, ჩემო კეთილო კაცო. არასოდეს შეეჯიბროთ ევროპას და მაღალი სატელევიზიო გამოსვლებს ნუუსმენთ. კი. განახლებული ახალი მემარჯვენეები ხელისუფლების მიერ წარდგენილ ახალ საგადასახადო ცვლილებას არ ეთანხმებიან და შესაბამისად პროტესტსაც გამოთქვამენ ამის თაობაზე. ახალი მემარჯვენეები საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. პარტიის წევრები აპროტესტებენ ჯარიმის ოდენობასაც და აცხადებენ, რომ ფიქსირებული 500 ლარის ნაცვლად გადასახადი ცვალებადი და დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს. აჰა, ახლები აპროტესტებენ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ნეტარ რაშია საქმე? რატომ გაუჩნდათ ახლა პროტესტის გზნობა ახლებს და მემარჯვენეებს ამ საკითხთან დაკავშირებით? ის მილიონი ლარი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე რომ აიღეს, მარტო ახალი ლოგოს შექმნაზე ეყოთ და ისევ დაიწყეს რაღაცების გაპროტესტება. მე ეგ პრობლემას წარმოადგენს, კაცო. დაიბარებს ხელისუფლება ახლებს საგადასახადო გარემოს გასაუმჯობესებლად და დარწმუნებული ვარ, მალე ახლებიც იტყვიან, რომ საგადასახადო სისტემა მათი უშუალო ჩარევით გაუმჯობესდა. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ადრე თუ მილიონი გინდოდა პოლიტიკური გარემოს გასაუმჯობესებლად, ახლა სიტუაცია ცოტათი შეიცვალა. თან ბაზარზე კონკურენტებიც გამოჩნდნენ და შეიძლება 2 და 3 მილიონიც არ იყოს საკმარისი ამისთვის. თან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა სახუმარო საქმე ხომ არ არის, კაცო. ბოლო-ბოლო 1 ბარელის საზოგადოების ფასი გაძვირდა გასაგები მიზეზების გამო და თქვენ რა გონიათ ახლა 1 უნცია პარტიის ფასი არ გაძვირდა? ხო და სანამ ვინმე სხვა შეიძენს მაგ 1 უნცია პარტიას, მანამდე ჩემი მაღალი შეიძენს ცოტა ძვირად და საგადასახადო კოდექსსაც გააუმჯობესებს. კი. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ და დავამყაროთ დემოკრატია 3 წელიწადში. დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები 2 წელიწადში. გავფრინდეთ კოსმოსში 1 წელიწადში, ან საერთოდაც არაფერი გავაკეთოთ. ოღონდ ისე, რომ ევროპელები მაინც სახტად დავტოვოთ. გაოცებული ევროპა. მიშამ რა უკნა და ეს რას უზამს? შეიქმნა და ბოლომდე ჩამოყალიბდა ბავშვის ჭკვიანი ახმახის საყვარელი სტრატეგიული თამაში ჯორჯია. ამ თამაშის ფარგლებში მოთამაშეს შეუძლია თავის ჭკუაზე მართოს უძველესი ერი, ააშენოს და დაანგრიოს ქალაქები, საწყალი ხალხის ხარჯზე იცხოვროს უდარდელად, ასევე იბრძოლოს და ომები წააგოს მეზობელ ქვეყნებთან. ჯორჯია. თამაში საქართველოა, გმირები ჩვენ ვართ ყველაო.
ყველაზე რეიტინგულმა, ობიექტურმა და დამოუკიდებელმა ქართულმა ტელეკომპანია იმედმა თავისი ტკბილიანით კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ამ ქვეყანაზე მომვლინებელი ბადრი პატარკაციშვილი, ოღონდ ეს გახსენება მთლად ცხონებულ ბადრის მაინც და მაინც არ ეხებოდა. ქართული პოლიტიკის მზეთ უნახავად და ფანტომაზად წოდებული ბიძინა ივანიშვილი როგორც იქნა ეკრანებზეც გამოჩნდა. მილიარდერმა ოლიგარქმა ახალი ბევრი არაფერი თქვა, თუმცა ქართულ საზოგადოებას სალაპარაკო გაუჩინა და მისი წინამორბედის მიერ განვლილი გზაც გაახსენა. ბადრი პატარკაციშვილი ივანიშვილის წინამორბედად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ორივე მათგანმა დიდძალი კაპიტალი რუსეთში პოლიტიკურ და კრიმინალურ წრეებთან სიახლოვის წყალობით ველურ 90-იანებში დააგროვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ორივემ ქველმოქმედის იმიჯი შეიქმნა. რთული სათქმელია რით დასრულდება ეს გზა, თუმცა ფაქტია, რომ ოლიგარქებმა ქართულ პოლიტიკაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლეს. რა უცნაურად ჟღერს ამ შემთხვევაში სიტყვა წინამორბედი? მგონი იმედის საინფორმაციო გამოშვებას საერთოდ მიავიწყდა თავისი ფუნქცია და ფორმატი და უნდა ეთქვა, რომ ზევიდან მითხრეს ხალხს გადაეცით წინამორბედი არის ლათინური სიტყვა და ქართულად იგივე ბედის გაზიარებას ნიშნავსო. მაგრამ მე რა მიგვირს ახლა, იცით? აი 21 საუკუნეში, როდესაც უკვე თითქმის ყველაფერი დიპლომატიაზეა დამყარებული. ამხელა ტელევიზიას ამ ერთი დიპლომატიის დათრევა რა გაგიხდათ, კაც? აიღეთ და დააგდეთ სადმე თავისუფალ პავილიონში, რა იცით ახლა, ისე რა დრო მოვიდეს და რაში გამოგადგებათ. თუკაც რომ პირიქვისკენ მიქნია, მაგრამ მართლა რომ მოხდეს სასწაული და ერთჩვენიერ დღეს ეს მთავრობას შეიცვალოს. მე ხომ მთელ მაგ თქვენს პირში ნაძრახებს სულ ერთიანად მოგაძახებენ უკან. დადეკით მე და იძახეთ, რა ჩვენი ბრალია, ჩვენ საიდან უნდა გვწოდნო და ეს მთავრობა მართლა რომ შეიცვლებოდაო. ერთი სიტყვით, ჩემი მეგობრულ კოლეგიალური რჩევა იქნება, რომ ახალი ამბების გამოშვებიდან ახალი ამბები გაგვაგებინოთ და ცოცხალი და მკვდარი ადამიანების შედარებასაც, ესე იგი, თავი დაანებოთ, თორემ მაგან ვალი იცის, ვალი. და იმის იმედის ბოლომდე ნუ გეკნებათ, რომ სხვა მთავრობას ჯიგარი გამოდგება და ისიც ჩამოგაწერთ მილიონებს. იფიქრეთ თქვენ ახლა ამ საკითხზე, იფიქრეთ, თორემ სხვები უკვე ფიქრობენ და ემან რამე არ დაგასრო. მივდივართ მივყვებით და ასე გვგონია, ისევ ის იმიჯი გვაქვს ხუჭუჭა პატარა, თუმცა ასე არ არის. აი ნახეთ რა წააწყდა ჩემი თვალები ინტერპრეს ნიუსზე, Daily Nation, საქართველოს იმიჯის გამოსწორებისთვის ძალიან ძვირს იხდის. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩემი მაღალი ამერიკულ PR კომპანიებს დიდ ფულს უხდის იმისთვის, რომ იმიჯი გამოისწოროს. მინდა მივმართოთ ჩემს მაღალს. 300,000 რომ უხდი ამერიკელებს და მათი PR-ის საშუალებით რომ ვერ ბოლდებით. მოდი ჩემთან ან ჩვენთან ხალხთან და გეტყვით როგორ უნდა მოიქცე. და შენი არაფერი არ გვინდა, ისე უფასოდ დაგეხმარებით, ჩემო დიატო. ერთი მუჭა ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ხა მაგათ მოვლა რა უნდა? არაფერი. სოფელში გლეხს საშუალება მიეცი რომ იმუშაოს, ქალაქში ხალხი დაასაქმე და გადასახადები გააიაფე. აჰა, მორჩა ყველაფერი კაცო. ამ სამ რამეს თუ გააკეთებ, ხოიმე, შენი მადლიერები ვიქნებით მუდამ. თუმცა ამერიკული პიარი ხომ სულ სხვანაირია. უფრო ლამაზია და მომხიბვლელი, აქვს დიდი მკერდი, გრძელი ფეხები, ლამაზი სახე და აწეული უკანალი, მაგრამ ერთი ცუდით ვისეპარებს კაცო. სულ გეუბნება რომ დაგეკერინება, მაგრამ მუდამ გაბოლებს და არასოდეს გეკერინება. უბრალოდ ლამაზია რა. ამერიკულ პიარს შეუძლია ყველაზე მაგარ მამაკაცად გაგზნობინოს თავი მთელს ევროპაში. შეუძლია ნომერ პირველი რეფორმატორობამ მოგკერძოს. მას შეუძლია გამოგარჩიოს სხვა ადამიანებისგან და უფრო მეტი ხმების მიმზიდველობა შეგმატოს. დიახ, აი ესეთია ნაღდი ამერიკული პიარი, მაგრამ ჩვენ რაში გვარგია კაც? არც ბოლდებით, არც გვევასება. რაც არიდო, ჩემო მაღალო, იმიჯის გამოსწორება თუ გინდა, ჩაატარე 2013 წელს ფაიზაღი არჩევნები და ტაშის კვით და კარგი იმიჯით გაგაცილებთ. ლეიბურისტული პარტია მარად ხალხის სამსახურშია, მაგრამ ვინ უფასებს? უმადური და მდიდარი კაცის მონები არიან ქართველები. ვაშინგტონმა, რომლის კოლონიაც ვართ, ტრადიციულად მიიღო ჩამკეტი ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების და უპირველესად ლეიბორისტული პარტიის არ დასაშვებად. იციან რა ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მონური თაყვანისცემა ფულიანი კაცისადმი გამონახეს ახალი სოროსი 2. ამჯერად ქართული გვარით ივანიშვილი. იმედია, დღეს მაინც ჩვენი საზოგადოების სულიერად მშერმუცელა ნაწილი არ გაკიკულდება და კვლავ გაკიდიან ფულზე ქვეყანას. ზვასე მგონია რომ მე ვლაპარაკობ, მაგრამ არ ვლაპარაკობ მე შალვა ნათელაშვილი. არა, არ იფიქროთ ზუსტად ელემაკურებლებია რომ მასალა შემომაგდა და ეხლა შალვას ნიღაბ გადაცმული გამოდივარ სიტყვით, მაგრამ სიმართლე მწარია ჩემო კარგებო. ყოველთვის გვირჩევნია რეალობა ჩვენი სურვილების შესაბამისი იყოს, მაგრამ ვაგლაკ რომ ასე არ არის. ვინ გააკრიტიკა ედუარდ შევარდნაძე პირველად?
ლეიბორისტებმა. სააკაშვილი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, ვინ ამბობდა დაგვაქცევს ეს კაციო? ლეიბორისტები. ვინ ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი სოროსის კაცია? ლეიბორისტები. 7 ნოემბერს ვის სახლს ჩხრეკდა 1000 კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელი? შალვა ნათელაშვილის სახლს. მაგრამ ჩვენ ვართ ბრბო, საშოვარზე გადაგებული, გათითოკაცებული. ამიტომაც არ ვიმსახურებთ უკეთეს და ვერც მივიღებთ. მართალ სიტყვას ყოველთვის უკუვაგდებთ და ლამაზად შეფუთულ არარას გავაღმევდებთ. თუმცა ბრძოლა არასოდეს კარგავს აზრს. მიბაძეთ ლეიბორისტებს ხალხო, თითქოს ამდენწლიანი უიმედობის მიუხედავად ისინი კვლავ მედგრად განან ქვეყნის კეთილდღეობისა დარაჯოზე და სიცოცხლის ბოლომდე დაიცავენ წმინდა ცეცხლს. რა რეჩი მოვარტყი ეს? არა, უნდა წავიდე პოლიტიკაში და მაგრამ არ მთხოვს ეს ჩემი შვილი კაცო და რა ვქნა? აბების ეთერს პოლიტიკოსებს და მათ ფრთიან გამონათქვამებს ვუთმობ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა ბატონმა ჯონდიმ. ეგრე კი არა ბატონო ჯონდი. უნდა ადგეთ და ზემოდან თავზე ხელებით უნდა დააწვეთ ხელისუფლებას, რომ იზეწოლოთ, თორემ იმას ახლა რასაც თქვენ ამბობთ, ყოველ წელს ატარებდნენ და ვერანაირად ვერ იზეწოლეს. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებას ზეწოლის ეს არის ორგანიზება და მასობრივი აქციების სამოწევა. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა ვინმე. ეს ვინმე ბიძინას თვალებში უყურებს და ეუბნება: წადი, თორემ 7 ნოემბერს მოგიწყობ. ამ კაცის პოლიტიკაში გამოჩნდა არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაცა კიდე აურიოს აქ და მივიღოთ რაღაცა ან 7 ნოემბრის ან 26 მაისის მსგავსი, რაც საბოლოო ჯამში მოახდენს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე კონტროლირებადი მედიის კონტროლირებადი ჟურნალისტი გავიდა. შეკაი კონტროლირებადო ადამიანო, თუ ხარ კონტროლირებადი, ჩუმად მაინც იკონტროლირებადე. ასე აშკარად არ გიტყდება მაინც ეს. უკვე 6 წელიწადზე მეტი არად საქართველოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნედ იქცა. კრემლის შეშფოთებას სამხრეთ კავკასიაში ახალგაზრდა დემოკრატიის განვითარება და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იწვევს. მეორე ადგილი. მეორე ადგილზე ჩემი მეგობარი შალვა ნათელაშვილი მოხვდა. ესე იგი, ვინ აღარ ებრძვის ამ ჩემს შალვას? შინ მაღალი, გარეთ ფერადკანიანი და შინაგანად მეორე ხმა. ვაშინგტონმა, რომლის კოლონიაც ვართ, ტრადიციულად მიიღო ჩამკეტი ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების და უპირველესად ლეიბორისტული პარტიის არ დასაშვებად. პირველი ადგილი. და პირველი ადგილი ექსპერტმა ვასილ ჭყოიძემ დაიკავა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს კაცი ამბობს, ვისაც ჩვენი არჩევნები არ მოსწონს, იმათი რუსული არჩევნების დედაცო. საარჩევნო პროცესი რუსეთში რეალურად აღარ არსებობს. და ამიტომ მე ვფიქრობ, არ შეიძლება ამის შედარება ქართულ რეალობასთან. საქართველოში ვთქვათ, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არის რეალური არჩევნები და ჩვენთან არის ხელისუფლება რეალურად მისი ლეგიტიმირობის წყარო მაინც არის ჩვენი ამორჩეველი. ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.